ახლა ერთი შენი კოპილოტი სად არის უკვე? სად უნდა დავიყოთ? კოპილოტ. უნდა დავმოვიდეთ, ასპინძის იმაზე მივდივართ. აქვე თები უნდა დავლაშქროთ კოპილოტ. ძინავს? დავიდეთ. დავიდეთში დავიდეთ. სო, აჰა. შენი კოპილოტ ხოძია, გიო? დედილო აკრომ შავღერა ვინი იყო? ესეც დილი საუზმე. გუგუნას კოპილოტი ძალიან ისე მოწესრიგებულად არის და არც პახმელიაზეა და ვაფშე ყველაფერი ღთიანზეა. პროსო მეორე თავია გამოგული ისეთი. გასიებულია. გუგუნა ხუშინჭ მოიხმარა ადრე დაიძინა. და თუ ამოვიდა თბილის არაფერი. აი მახო არ დათოს კოპილოტი დღეს უნდა გაგვიძღეს გიდია. და ნახოთ სად მოვალთ რას ვიზავთ. გუგუნა პახმელიაზეა. ოგიო, შენი კოპილოტი რა შემა? ანქანები საწვავი ჩასხმულია, რაცები მომართულია. ატესტილია ესე რომ ვთქვათ ყველაფერი და დღეს დიდი მოგზაურობა გველის ესე რომ ვთქვათ. მინდა ჭურაზე ასვლა, რაღაცა ცხაკინჭაზე გადასვლა, იქიდან რაღაცა ირიმის რქა და მე შორითი მინდა კლეკარი და ნუ აი ნახოთ რამდენს მოვასწრებთ რა. აი ეს რა. აი ეს ვეზე არ უნდა დაიწამდები. ო, იცეო მაგითო ხოლმე მაგითო. არა, აი ხა გადახევდა შეიძლება. ნახევარი მაგითო დაიწვა. არა. ო, ნახევარი ფილმია, საფრთხე კოდე აი რა. ეს არის ხო? ო, ეს არის ხო ირმის ნახტომი. ნომერი რო კონდეს დასაწყისი. კონდეჩი ანუ ამენ ერთი ოჯახი რო შეყვარა ერთი კონდეჩი რა. 5-6 კაცი. არის სულია საქმე. მოდი პირველი გაჩერება ბერიძები არიან აქედან ერკოტიდან. მახო სად ვართ ახლა ჩვენ? ერკოტაში. ერკოტაში. სოფელ ერკოტაში. ეხლა ზღვის დონიდან ვარ ჩვენ 1600 მეტრი ხო? ეს ეკლესია თუ რა არის მახო? ეკლესია არის. ეს არის ერკოტის ერისმთავრობის ეკლესია. აჰა. ერკოტის პირისუფლების ეკლესია. ეს კომუნისტების დროს ის იყო ხო? საქმოდ ხონდა. აჰა. მარობდნენ საქმოდ. აჰა. ასე გიგო. მოწავათ როიღებდნენ ხორბალს და რავეს, სასათხოვებდნენ. გამარჯობა. ვისი ბიჭი? გიო რა სიტყვი აბა? გიო. ბიჭო. კარგი რო უთია რა. ახმელაზე ხო ხარ? მაგრამ ეხა კიდე ზევით უნდა ვიდეთ, აი ეს გორები უნდა გადავიაროთ. დედაფლებას გამომაჩის. აჰა, ბიჭები. კოპილოტები ფორმაში არის. დავით, აბა რა სიტყვი ის? ამ ხანთილავა ეგეთ ყიოს. აბა მიდი. კარგად. ხო. აი ეს რა. აი ეს ეგ არის მენიუს გასწორება. ვისი? ეს რამდენიმე იქნება განგრეული აშენებული. მახო, რომელი საუკუნის არის ესე იგი? აი დაახლოებით აი გრიგოლ კაცტელის პერიოდებია რა. აი, აბსოლუტურად. ეს ხაბარია რა, შორითი რა. აბარა, შორით მოჩ მე მგონი ეს სამი. მახო, აქედან ესე იგი რა გეგმები გვაქვს ჩვენ? ერკოტადან? და რო გამოიხედები და ჯვარი რო არის. ხო. შორით. მან დავიდეთ ჯვარზე. ხო. მანდაც ეკლესია იყო ამაღლების ეკლესია. რა ქვია მაგ ადგილს? ამაღლების ეკლესია ვეთახით არის.
აჰა. ზიარეთ. შური. და იქიდან გადავდივართ სად მახო? მე გადავიდე ხურაში. ხო. იქ ეკლესია არის, ხურაში ეკლესიასთან ჯვარი დავდგინე, ჯვართანაც. იმ ჯვარზე წავალთ. მახაც ბატონობა ხოლმე ისიმებს არის და ბედია ბაბუა პაპა პეტრელოს საძიშვილი სული ვარ დასკანდა და ვარციაში ბაზის წავით. სო გავდივარ და შემდეგ გაჩერებაზე ჩაგერთვებით. მე ხალი გვაქვს, მაგრამ ნაკლებია. თუ გვაქვს თურქები ხალი გავახოთ. კონდე თანხეს გავიბათ ამ გავიბათ. რაღაცა სანდრო, წყლის ამბავში როგორ ვართ? მგავსე თუ გინდა. როგორ არა შეგიძლია დარჩი აქ და ეგ არ და გამოვლაძე წამოგიყვანთ. წირო გაგიშვა ვიზა რა გზა არ იცი და. გზა არ ვიცი. მაღაზიაში რო იყიდე წყალი, აი სუფთა წყალი, ნატურალური და ესე ვთქვათ, ცივი წყალი. რა ფოტო? აქ არის ტელეფონი იჭერს და ესე რომ ვთქვათ, საოცარი ადგილია რა. ბერძები წარმოშობით არიან აქედან და მე თელ საქართველოში ესე რომ ვთქვათ, გაიფანტნენ და ეხლა დავამთებთ სანთელს. ესე იგი გვაქვს ორი ოფშენი. ერთი იქ უნდა დავბანაკდეთ. მეორე აი ყველაზე მაღალი წერტილი არის დაახლოებით აი აქ. და ეხა 7 კაცი ვართ. მართლა? მაშინ ისე უნდა წავიდეთ. და იქ დავბანაკდეთ მაშინ. ესე იგი ვაპირებდით იმას რა ქვია. ო, ჩანს. ესე იგი, გამოკითხვა უნდა ჩაგვეტარებინა და აღმოჩნდა ეს თხის ქაროა, იქით არის და კიდე არ კიდე იქით მივდივარ და ბარემ იქ დავბანაკდებით. ირმის. სო, გავდივარ და ჩაგერთვებით ირმის ქიდან. ესე იგი, ამოვედით ის მაღალწელებზე, აგერ ბატონი მახოდა ავითა, აგერ სუპრას შლიან. ზღვის დონიდან ვარ 2650 მეტრზე. არის აი იდეალური ამინდი, იდეალური გარემო. რაღაცა ძალიან ესე რომ ვთქვათ, სუფთა ჰაერია, ჯაგბადია მერი და ვაპირებთ. მე მინდა სანდრომ ძალიან კარგი სადაიგზელო გამოხდა ჩვენი წინაპრები ზუსტად აი ჩვენი წინაპრების გავლენაზე გამოვიდივარ და აი ეს მონაკვეთები გამოვიარეთ, რასაც თვითონ ცხენებით გამოდიოდნენ და ბრძოლისმელები აი ზუსტად ლექსა ჰოი გორის ციხე სავსე ზარები ზესრო გურიბი
სასპინძას გაუმარჯოს, ჩემ საქართველოს გაუმარჯოს. აი, მესხეთს გაუმარჯოს. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე რო ხარ ასული, იქიდან დალოცვილი სულ სხვა. და თითოეულ ჩვენთაგან ის მუღამი რო გვაქვს და ის რო სიამოვნებს რომ ისეთი ადგილები დავრაშხნოთ და მივიდეთ სადაც ჩვენი ძმები დადიოდნენ და დღეს ადგილად ვერ მივიდეთ. სპინძის არაკი თავი. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს ალთასა და ბალთასა. ლიანა საქართველოს. დაყოლება საკუთრებით და სულ აქონდეს დაყოლება. დაყოლება, აბა. აჰა. აუ დასაჭერია. აი ქვებთან მივიდეთ დაბალი ბალახი ხო. და ბალახი. ეს დანამოხდება. გაიხარე, 9 კეჭას წყალზე მოვიდით. ესე იგი ამ წყალს ვეძებდით, პატარა რუ ჩამოდის. ესე იგი ამას ვეძებდით, აი ამ ძალიან ბევრი ხმარე ოსმანდის დახმარებით მივაგენით. ახო აბა 1-2 სიტყვა გითხარი ამ წყაროს შესახებ. წყარო არა. 9 კეჭასი არ არის? მე აქ ხო რაღაცა ისტორია აქვს. შეიძლება 7 კენჭა არ ჩაკი აბა დაიხვალე ამ სამოილოს. კენჭას წყარო. რატო ქვია წყარო? კენჭს ხელი დაესე ვერ ამოიღებ. ისეთი ცივია. აჰა. თუ გინდა საკუთარი კენჭებია ჩაკი. არ მინდა, მადლობა. ესე იგი, ბიჭებო, ზღვის დონიდან ვართ ეხა ჩვენ 2242 მეტრზე. წარმოიდგინეთ დაუსაზე. და აი ისეთი ცივი წყალია, ისეთი ცივი წყალი. აჰა, გაატარეთ ერთი შაკო მიუშვით ერთი. ახო ესე იგი ისეთი იდეალური ტემპერატურა, აი მაცივრის წყალი რო ქსიამოვნებს ზაფხულში. ზუსტად აეგეთია. ახე, სტაფილოსფერი ხახაჩოები უყურე. ეხლა სანდრო ატარებს ექსპერიმენტს. 9 კენჭას ისტორია ხო არის, რომ 9 კენჭს ვერ დაითვლი და ვერ ამოიღებ, იმიტომ რომ ძალიან ცივი წყალია. და სანდრო ეხლა ჩაატარებს ექსპერიმენტს და გავიგებ. შეიძლება ახლა 8 კენჭი გახდა, იმიტომ რომ უფრო გაცივდა რა. აი სანდრიკა დაიტვლის ახლა და ჩაიწერია აბა. აა, ნახოთ აბა. აბა დაითვალე, აბა დაითვალე. 3 4 5 6 7 არა, ვერ ამოიღო, სო, ვერ ამოიღო, ვერ ამოიღო. 7 კენჭა გახადა. 7 კენჭა გახადა. 7 კენჭა გახადა, გაიგე, 9 კენჭა იყო და გაცივებულა წყალი უყურე. აი ამ ზონაზე ამოვედით. ბიჭო, მაგ ნახე აბა 2140 მეტრზე ვართ ეხლა. მაგარი წესი. ესე იგი, ახო აბა აქედან სად მივდივართ? ეხლა აქედან დავარ უკან დავდიალები იქიდან გადავიდა. ბერიების ეკლესია ქვია? აქედან შემოსევების დროს გაქცეულად გადასულა გურიაში სოფელ ერკეთში და ერკეთიდან მერე უკან დაბრუნებულა. ესე იგი აქედან რა გვაქვს წინ გასავლელი? ბერიები. ხო, მერე სადაც ეკლესია
იანი სოფელი. ხა. მე ავალ ჭურაში. ჭურა. კარგი თბარი. ანუ ისე მაღლა და მაღლა მივდივართ. მაღლა და მაღლა. და მე 9 კენჭა და ხო. აი, ესე იგი მოვედით შემდგომი დაბანაკება. ეხა ვართ ჭურაზე, მახო სად ვართ გვერდი? ეკლესიავები აქა, ძალიან დიდი ეკლესია ყოფილა. აჰა. აქ ხო? კომისარი არ ვიცი. ტურისტბა. ეს ჯვარი მე დავაყენე შაკო. ეს შენი დაყენებულია, როდის რამდენი ხნის წინ? დააყენე. 1-4. აჰა, ძალიან მაგარი საქმე გაკეთება. ჩვენი მამა პაპის ადგილებია. ამოვდივარ ხოლმე, როცა როგორ საშუალება აქვს, მოვდივარ იქიდან გავიმოწები რომ სპიდონიდან ეხა ვარ ჩვენ 1850 მეტრზე ვართ ეხა ზღვის დონიდან. აგერ ეს არის ჭურის ტბა. სიგიასპინძის რაიონის თავზეა, ესე იგი ზღვის დონიდან 1850 მეტრია და სხვადასხვა თევზია და სათევზაო თამბია ხოლმე, მაგრამ ძალიან თუნდრელია, ძირითადად ფეხით ამოდიან. ზევიდან ესე რომ ვთქვათ, ჭაობი და ჭაობებული არის და ფეზე და ფენ არის ჭაობის ფენა და როგორც ამობენ, ძალიან ხმარა რამოდენიმე მეტრია სულ. და თევზი არის დაცხოვარი, ბატონო. ჩვენ გავახსენეთ გზას. აქ არის თუნდი მუჭი არის. ესე იგი არაყი თათმანი არა გვაქვს. მიდი. მახო აბა ისტორია მოგვიყევი რა ამ არაყის შესახებ. ამოვედით ვიკეიფეთ დავჭა და დავტოვე. რამდენი ხნის წინ? ოვე, 3-4 წლის. 3-4 წლის. აი, რა მახლა უთითქოს. აი, ერთობა რა. მოძებნით. რა საინტერესო ისტორია, ესე იგი ისტორია გვაქვს ესეთი, მე დათო და მახო ვეძებთ. ამ 4 წლის წინ დატოვებულ, ესე ვთქვათ, არახს და ვერ ვნახეთ. ვერ ვნახეთ სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ. მაგრამ არა უშავს. აქანაში მაინც არის. ესენი კიდე ვიდეოებს იღებენ. გლადიატორის გლადიატორის ესე ვთქვათ, პაროდიებს აკეთებენ. აი ხა მივდივართ 9 კენჭაზე, ნახოთ რა დაგხვდება წინ. სამწუხაროდ ვერ ვნახეთ ეს ჩვენი სასმელი ორი ვარიანტია. პრინციპში ერთი ვარიანტია. სავარაუდოდ ერთ-ერთმა მათგანმა დალია 4 წლის განმავლობაში ამოვიდა აქ რა. ხო, გამოიყვანეს ეგ. სამწუხაროდ ვერ ვნახეთ არაყი, მაგრამ ვნახავთ. დავიდა აქ თამიანი არის. შეიძლება აიქნება თამაშოკო შეგხვდეს დიდები და ისა მოუწევთ თამაშოკო შევიღოთ ჩაუბრაცოთ. აჰა. ესე იგი, აი ჩვენ ვიყავით აი ბოლოში გორის თავზე ჯვარია და აგერ ახლა მეორე ჯვარზე მოვიდი ეს ბატონი მახოს გაკეთებულია წლების წინ. თუგინა ცოტა მერე. და თუქშიათ ხო და მე არ ვშია. არა ჩვენ რავი დილას ვისაუბრებთ. ესე იგი, აი ეს ყოფილა გალავანი, აი ნახე. აი ეს გალავანი ყოფილა, სულ ეს ქვების ნანგრევები. აი ბოლოში ეს ქვების ნანგრევები ესე გალავანი ყოფილა. გარშემო და აი აქ არის ეს ჯვარი მერე დადგეს. მოდი და ეს ჯვარი მახუნდა. ხო, მახუნდა აყენა 4 წელს. და აქ რა ქვია მახო ამ ეკლესიას თუ ნანგრევებს? ელია წმინდის სახელობის ეკლესია ეს და ესე იგი ელიობას ამოდიან. და როდის არის ელიობა მახო? ელიობა როდის არის? ამაღლებიდან სადღაც 10 წელში. აჰა, ასე იგი. აი ნახეთ ეს ახლა ჩვენი წინაპრების გაკეთებული ქვა არის. ახლა ასე ნახავთ, ნახეთ წყლის ყოფილის როდინი ალბათ რაღაც. საკუთრებელი? ასიანები შეიცვალა. არაჭი რა წერებს ესე. ანუ ეს სამი. ეს ქრისტიანი ცნა.
საოცარი ხედია უბრალოდ. ეს არის მაგონ აეკლესია, ხო? ეკლესია. აბა. ეს დოლოშია რა მაგ? აი შემოსასრული. და ფაქტიურად აი ხერო წდება, მაგ იზევით უკვე ალპური ზონა. ახლა საოცარი ხედია. ეკლესია ყოფილა, თაკო. აბა. აი, ნაეკლესია. ეს არის ნაეკლესია არის. ახო ეს თქვენი დადგმულია, ხო ის? არა, ეს არა. ეს არა. ეს დადგა ბოლოთაშვილ პოსტად. როდის ეგ? ეს ჯვარი. ალბათ 1-20 წლის უკან. აჰა. ცოცხალი არ არის, ხო თუ ცოცხალი ეს კაცი? არა, ის ცოცხალი არ არის. აჰა. იდეები ცოცხალი არის. უკან დააბერა ეს ჯვარი. 1830 მეტრზე ვარ ზღვის დონიდან. აი ხა ამიზევით უკვე ალპური ზონა იწყება. აი ეს უკვე ალპური ზონაა. აი ნახეთ ხეები რო აღარ ამოწ. აი გზევით უკვე ალპური ზონაა. ახლა ქალაქი დაბლა არის. ოხჩიკა. ეს არის ასპიძა. ფერდობზე არის ეს ლაბაზა ის მასივი ასული და ეს ადგილი რა არის Windows-ი აქ გადაიქცა Windows-ის ფოტოროები ადრე XP-ს აი ისიკი თურქეთი შვილიშვილებო, შვილდაშვილებო, ვიცა ვიდეოს ნახავთ, ხო? გადავიდე მოებე. არა შეჭირა. არ მოგმინო. მიდიშაკო! აუ, ხადების მოდელი რა დასლახტადი. ეს რა შეფლეს და მოწევა.
რატო არ გიქმნიო ძაღლება შეჩება? ეს არ მიგმინო. არის დაგოდი. ესე იგი მივადექით. მივადექით აგერ ხალხი. წყემსებს მივადექით, აგერ წყემსებს მივადექით. გზას გვასწავლიან. ესე ყორელი მწეს. აბა, შავრ კოსტუმით რო არის ეს. დავოიქეს ესე ყორელი. ჩვენ გვიჭდება და მოდი ნელა გადა. სალამი ბიჭებო, თქვენ შემოგევლეთ. აი ეს ეკლესია არის შუათის ეკლესია. ნანგრევებია. აქ ცოტა ინერცია დაგჭირდება ბოლოში. დიაგონალზე ხარ, ინერცია გინდა. არა, ისინია, კალიებია, გაიგე? ესე იგი, ჩვენ ვართ ახლა ასპინძიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, 14 კილომეტრში და ადგილებია უბრალოდ ნახეთ. საოცარი ადგილებია. ეს კლდეები ნახე როგორ არის ქვემოთ. საოცარი ადგილებია. ამდენზე ვართ, ეხლა ზღვის დონიდან ვართ. 1800 მეტრზე ვართ ეხლა ზღვის დონიდან. საოცარი ადგილებია. მაკენას დასეძახიან ახლა ხო? ესა. ამას ასეძახიან ადგილ? თონიკე. რაქჩის, სულად ხო არ ხარ? ესე იგი ჩამოვედით ასპინძაში. აგერე გუგუნა. რატო? ერთ გზაზე შევები ჩამოვედით რა. შორეთი და ეხლა გეგმავთ შორეთში დღეს წავიდეთ თუ ხო? და ნახოთ.